და ყავდა ნივა ადრე. სამაგეროთ ნივა, საცაგინა მივა. საცაგინდა მივა და ზუსტად ხო იცით ის გზები, სოფლის გზები რა საშინელებო და ერთად მომეწონა გიდრავლიკის გარეშე ხალი, ეხლა წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა და ეხლა უფრო გამარტივდა ეს ყველაფერი და სულიად შემთხვევით ჩავერთე მოკლედ ამ ყველაფერში ვიყავი საფრანგეთში ეს დიდი ისტორია და იქ იგეგმებოდა ეს რალი და ერთმა ფრანგმა საკმაოდ სოლიდური თანხაღირს იცით 5000 евро ღირს. ეხლა ჩემთვის დიდი თანხა და ყველასთვის კაცო ერთმა ფრანგმა მამაკაცმა თქვა რომ ბელა თუ იქნება პილოტი მაშინ გამოვალ და რა მენახლება. შეგენი რა მენახლება. კი ბატონო. დავჯექი რუბთან დავჯექი არის სწორი? მამა დავსხედი დავსხედი ხო არა? დავჯექი. მაგას კითხე კი მაგას ეცე. ზუსტად გეტყვის. და ნუ პირველი იყო გაცნობითი, ნუ რა ხდებოდა არ ვიცოდი, მაგრამ იყო კარგი. ნუ ადრენალინი იქნება. აი მე ძალიან, მაგრამ ფრანგული ენა არ ვიცი. წარმოიდგინეთ, მარტო ვიცი თუ არა. ის რაღაც სიტყვები კი, მაგრამ ავარია მე გეტყვი ხა მსვლელობის დრო ჟეტემ თუ გითხრა ესე იგი ნაყარები. ჟეტემ საკმარისია. ჟეტემ bon appétit. ეს თავის კულინარიული ამბები. მე სპექტაკლში რაც დამჭირდა და გამოდის რომ არაფერია რო თქვი ამორ არც ქშიაო და არც მიყვარხარო დაძაბულები იყავით ეთყობა ძალიან და აი შუა ესე მივდივართ ესე ტყეში ხრეში და უჩე ბელა პიპი მეტყვის და ნუ ჩვენც ხო წარმოუდგენთ და იმ წუთში ვაჩერებ არანაირი მორიდება ესე გააღებს კარებს გადავა ესე მევხედავ ზურგს მაგრამ ხმა მესმის აი ჩავლებ პიპი შარდავს პიპი всё უნდა გააჩერო და ესე გადავა ესე ღია ხშირად შვება არებში ნუ საკმაოდ ვიტყვი ნერვიულობის სისტიტი ხო არ ქონდა არა იქომ სწრაფად არ ატარებ ამის თანაგანი ბიჭის გვერდზე პიპი არა ე ფრანგები გადამრევენ ეს და საკმარისია სიჩქარე მომემატებიან იმ წუთში რეკავდა ორგანიზატორთან ძალიან ეშინოდა და ნუ მივღოღავდით ბოლოს ნუ რა გვექნა ეხა მივღოღავდით და ერთი ისტორია მაგ თუ დავიწყო თუ არ დავიწყო ჯერ არა